უახლოეს მომავალში წიწაკის სპრეის ელექტროშოკური მოწყობილობის და აკუსტიკური იარაღის შემოტანა, გაყიდვა და გამოყენება რეგულირებადი გახდება. შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც იარაღის შესახებ კანონში და მის თანმდევ კანონპროექტებში ცვლილებებს ითვალისწინებს, იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა მხარი მესამე მოსმენით დაუჭირა. საკითხის მომხსენებლის და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის ალექსანდრე დარახველიძის განმარტებით ელექტროშოკური მოწყობილობის შეძენა მოქალაქეებს აეკრძალებათ და მისი ყიდვა მხოლოდ ადმინისტრაციულ ორგანოებს და გარკვეულ უწყებებს ნებართვის საფუძველზე ექნებათ. ცვლილებების მიხედვით წიწაკის სპრეის 18 წლამდე მოქალაქე ვერ შეიძენს. სრულწლოვან ადამიანებს კი, რომლებსაც წიწაკის სპრეის თავდაცვის მიზნით გამოყენება სჭირდებათ, მისი ყიდვის უფლება მხოლოდ პოლიციის ნებართვით ექნება. აკუსტიკური იარაღის ყიდვას და გამოყენებას პოლიციის ნებართვით ის პირები შეძლებენ, რომლებიც დაასაბუთებენ, რომ ეს მოწყობილობა თეატრალური წარმოდგენებისთვის, კინოგადაღებისთვის და სპორტული ღონისძიებებისთვის სჭირდებათ. კანონდარღვევის შემთხვევაში გათვალისწინებულია სხვადასხვა ოდენობის ჯარიმები. დარახველიძის განცხადებით, საკანონმდებლო პაკეტი ევროპული კანონმდებლობის საფუძველზე მომზადდა, რომელიც მისი შეფასებით ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანების რისკებს ազღავს. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ სამი სხვადასხვა კატეგორიის იარაღთან დაკავშირებით დაგეგმილი გვაქვს ცვლილებები, ეს შეეხება გაზის აეროზოლურ მოწყობილობას, ელექტროშოკურ მოწყობილობას და აკუსტიკურ საშუალებას. თითოეულ იარაღთან დაკავშირებით წესდება დამატებითი რეგულაციები, იმისათვის, რომ დაცული იყოს საზოგადოებრივი უსაფრთხოება და მათ წესრიგი. წესდება მათ შორის ასაკობრივი შეზღუდვა, ასევე კონკრეტული ნებართვის საკითხების შემოქმედება,